ვალერი ჩეჩელაშვილი სტრატეგიული ანალიზის ცენტრის წამყვანი ექსპერტი სპეციალისტი მინდა მას მადლობა გადაუხადოთ ჩვენთან სტუმრობისთვის და ბატონ ვალერი ძალიან წინააღმდეგობრივი გამოხმაურებებია ტრამპის უბრალოდ შეერთებული შტატების მიერ გამოქვეყნებულ აი ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით. თავად გამოქვეყნების ფორმა ძალიან უცნაური იყო და როგორც ჩანს, თლად ასეც არ იგეგმებოდა შემთხვევით ერთ-ერთი წყაროს მეშვეობიდეს იქცა საზოგადოების ასე ვთქვათ კუთვნილი ინფორმაცია და შეგრძნება ისეთი რომ აი მისდევს თავად შეერთებული შტატების ადმინისტრაცია სახელმწიფო დეპარტამენტი თავის განმარტებებით ამას თავად შტატებშიც კრიტიკა ბევრი მოყვა, თუმცა რაც შეეხება 28 პუნქტიან ჩარჩო, ასე ვთქვათ, შეთავაზებას, იქაც ბევრი რამ არის საინტერესო ისეთი, რომელიც რუსეთისთვის წესით არანაირად მოსაწონი არ უნდა იყოს. მათ შორის მეზობელ სახელმწიფოებზე თავდაუსხმელობის, ასე ვთქვათ, დანაპირები, რომელიც საქართველოსაც ეხება პირველ რიგში. მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, არის ამ მათდამინდობის დეფიციტი კი არ არსებობა, ანუ პუტინის სიტყვისადმი და უშიშროების გარანტიები უკრაინისთვის და არა მარტო უკრაინისთვის, მათ შორის ისეთ სახელმწიფოებისთვის, როგორც არის საქართველო. შესაძლოა დიდი გამოგვივი და მიმოხილვისთვის, მაგრამ აი ამ საღამოს მომენტისთვის თქვენ როგორი შეფასება გექნებათ აი ამ პროცესის განახლებული, აქტივიზირებული პროცესის? ნამდვილად ნუ ახლა ეს იქცა მთავარი მოვლენად საერთაშორისო ურთიერთობებში ამ დოკუმენტის წარდგენა, ვთქვათ, ზოგი მას ეძახის დოკუმენტს, ზოგი ამბობს, რომ ეს არის გეგმა და ეხლა ჩვენ რო დეტალებში წავიდეთ და გავანალიზოთ, დიდი დრო დაგჭირდება ეთერი არ გვეყოფ, ამიტომ შემოვიფარგლები ზოგადი შეფასებით და მე კითხვებს გავყვეთ, ხო? ნუ ჯერ ერთი მე დარწმუნებული ვარ, რომ არავით არის ხელმოწერა 27-მდე, რასაც ამბობენ ეხლა ამერიკელები, ვერ მოხდება. ვერ მოხდება იმიტომ, რომ უბრალოდ ეს იმისთანა ენით არ არის დაწერილი ეს დოკუმენტი, რომ მასზე ხელმოწერა განხორციელდეს. ეს არ არის არც ანუ სამართლებრივი სტილით შედგენილი დოკუმენტი, ეს არ არის ჩემი მოსაზრებით არც გეგმა, ეს არის რაღაც იდეების კრებული, რომელიც მოითხოვს შემდგომ ძალიან მნიშვნელოვან განმარტებებს, იმიტომ რომ თავის თავში ბევრი პუნქტი არ მხოლოდ ეწინააღმდეგა ერთმანეთს, თვითონ პუნქტებშიც კონკრეტულად არის ჩადებული წინააღმდეგობები, რომელიც განმარტებას მოითხოვს. ეს ეხება პოლიტიკურ ისეთია, რომ ცოტა არასერიოზულად გამოიყურება, მაგალითად პოლონეთის ტერიტორიაზე ნატოს თვითმფრინავის განლაგებას რა შეთანხმება ჭირდება, როდესაც ეს ისედაც ან მაგალითად იმას რომ უკრაინა უნდა შეუერთდეს ბირთვული გავრცელებლობის ხელშეკრულებას, რომელსაც უკრაინა ისედაც შეუერთდა, სხვათა შორის ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ კიდევ 94 წელს. ანუ პირველი დასკვნა, რაც თქვენი საუბრიდან გამომაქვს, რომ აი მადლიერების კვირეულში ამის ხელმოწერის პერსპექტივა არასერიოზულია თავად შეერთებული შტატების გადმოსახედიდანაც, ალბათ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა თქვა, რომ სასურველია, რომ ამ ერთ კვირაში ხელი მოეწეროს. ბატონო გიორგი, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც უმუშავია საერთაშორისო ხელშეკრულებების შეთანხმებაზე და საერთოდ იცის, როგორია ენა, სტრუქტურა საერთაშორისო ხელშეკრულების, ანუ დოკუმენტის, რომელმაც უნდა გაიაროს სერიოზული ექსპერტიზა და პრეზიდენტებმა უნდა მოაწერონ ხელი, ეს ვერ უძლებს ვერანაირად ამ სტანდარტებს. მეტადრე რომ ხო გეუბნები, აი შიგნით არის ძალიან ბევრი წინააღმდეგობა. ჯერ ერთი იქ არის სხვადასხვა ინსტიტუტები, რომლებიც ასევე უნდა იყვნენ ამ მოლაპარაკების ნაწილი, ვთქვათ, ევროკავშირი, ნატო, მსოფლიო ბანკი, ხომ? ეს თავისთავად მოითხოვს აქ მსოფლიო ბანკმა რამეზე ხელი რომ მოაწეროს, ეს მთელი პროცედურებია გასავლელი. ევროკავშირზე აღარაფერს ვამბობ. ხო, ნატოს სახელით რაიმე ნატოს სახელით მე იმის მაგალითად ან დიდ რუიანში რუსეთის დაბრუნება ეს მარტო შეერთებული შტატების თავიდანვე შეიძლება გითხრათ, რომ გამორიცხულია, იმიტომ რომ ძალიან კარგად არის ცნობილი ევროპელების პოზიცია, რომელიც გაჟღერდა სხვათა შორის და ეხლა სანამ თქვენთან შემოვიდოდი ეთერში, ვამოწმებდი ასე ვთქვათ ინტერნეტს და გამოქვეყნდა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 24 პუნქტიანი გეგმა. რომელიც არის სხვათა შორის გაცილებით უფრო დახვეწილი, კარგი ენით, ასე ვთქვათ, სამართლებრივი ენით შედგენილი და გაცილებით უფრო მეტი შანსი აქვს მაგას როგორც სამართლებრივ დოკუმენტს, რომ მასზე ხელი მოაწერონ მხარეებმა, ოღონდ ის სავსებით არ აწყობს და ხელს არ აძლევს რუსეთის ფედერაციას. თუ არის საჭირო, შეიძლება განსხვავებებზე ვისაუბროთ, ვთქვათ, მიდგომების კონტექსტში. და ანუ თვითონ
იმ დოკუმენტში, პირველ დოკუმენტში რა 28 პუნქტიან დოკუმენტში, რომელსაც საუბრობთ ჩვენ, იმდენი შეუსაბამობებია. თქვათ ერთ-ერთი არის მაგალითად ის, რომ რაღაც შემოდის გაურკვეველი დე-ფაქტო ცნობის რაღაც ცნება, ხო? იურად არაფრის ცნობა არ ხდება ფაქტობრივად არავის მიერ. არა, იქ ერთი მომენტია, სხვათა შორის ისიც წინააღმდეგობრივი, სადაც წერია, რომ უკრაინელი ესე იგი ჯარები უნდა გამოვიდნენ დონეცკის იმ 18%-იანი ტერიტორიიდან, რომელსაც დღეს აკონტროლებენ და ის იქნება საერთაშორისოდ აღიარებული როგორც რუსეთის კონტროლის ქვეშ, მაგრამ იქნება დემილიტარიზებული ზონა. სადაც რუსეთის ჯარი არ შევა. რომელსაც იჯარი დაიღებს უთი. ხო და აი იჯარა მე ვერ ვნახე ამ დოკუმენტში. ეს ის არის, რასაც პუტინი ვერ არ შედათანხმდება არასდროს, იმიტომ რომ გამოდის რამ 1,200,000 კაცი იმსხვერპლა. იომა, ესე იგი 4 წელი ომობს იმისთვის, რომ დონეცკის ოლქი აიღოს იჯარაში. ხო. ეხლა მთავარი კითხვა არის ის, რა უნდა რა რეაქცია უნდა კონდეს უკრაინას ყოველივე ამაზე. ხო, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე ემოციურად ძალიან ისეთი შემაშფოთებელი რეაქცია იყო. ძალიან რთული. პრეზიდენტ ზელენსკის პირველ ერისადმი მიმართვას რო უსმინეთ, ძალიან რთული დილემები წარმოისახა. თუმცა ქართულმა მედიამ ძირითადად ის ნაწილი გაუშვით, სადაც ესე დილემურად იდგა ეს საკითხი, რომ ან ეროვნული ღირსება და ან სტრატეგიული თელმა მსოფლიომ გაუშვა. ხო, თუმცა სხვადასხვა კლიანად რომ მოგვესმინა იქ და ვიცი რომ უკრაინელსაც კარგად ფლობ. იქ განმარტებები იყო შემდეგ, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ღირსებად შევინარჩუნოთ და ის არ დაგვარგო და მოლაპარაკებების ფაზაში ეს შესაძლებელი იქნება, მაგრამ ეს რეაქცია მაინც პირველი ალარმიზება მოახდინა ამან. სხვათა შორის თავად შეერთებულ შტატებში, მათ შორის რესპუბლიკელ სენატორებში. ამის გაგრძელება იყო მარკო რუბიოს სატელეფონო ზარი, რაც აუცილებელი გახდა ამ სენატორების ბჭყალებში თქვა დასაწნარებლად, ხო, რესპუბლიკელების, რომელსაც არაერთგვაროვანი ინტერპრეტაცია მოყვა, თითქოს რუბიოს უთქვავს, რომ ეს რუსების მოწოდებულია და მე განმარტა სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომ ჩვენს მიერ იქნა ეს დადებული მაგიდაზე, თუმცა მიუთითეს, რომ ორივე მხარის სხვადასხვა დროს მოწოდებული შემოთავაზებების ერთობლიობაა. ანუ ეს არ არის ის მე ტრამპაც თქვა აეროპორტში სანამ გაფრინდებოდა, რომ ეს არ არის ის, რასაც პირდაპირ ხელმოწერა ზველი ჩვენ უკრაინისგანო, მაგრამ თვითონ ტრამპის მხრიდანაც, რომელიც აი როლკოსტერივით ასე გვამყოფებს ამ ემოციურ უკიდურესობებში, ის რომ ახლა თავად უკრაინასთან მიმართებაშიც მაინც გარკვეული უკმაყოფილების ტონები წამოიღო და თქვა რომ ჩვენ ძალისხმევასო სათანადო მადლიერება არ მოყოლია უკრაინის მხრიდან. ხო აი ტრამპს რისი მიღწევა უნდა. დღე არ გავა რომ ზელენსკიმ მადლობა არ გადაუხადოს ამერიკელ ხალხს და დღეს გააკეთა ეს რამოდენიმეჯერ. და სხვათა შორის ესეთი დამოკიდებულება ტრამპის მას თვითონ რესპუბლიკურ პარტიის წიაღში უქმნის გარკვეულ პრობლემებს, რაც გამოჩნდა უკვე შეფასებებში, მაგრამ მარკო რუბიო აღმოჩნდა ძალიან რთულ მდგომარეობაში. მე ვფიქრობ, რომ რეალურად მას ნამდვილად არ მიუღია მონაწილეობა ამ დოკუმენტის შედგენაში. შეიძლება მისთვის გარკვეული სიურპრიზიც იყო ამისთანა დინამიზმით, ასე ვთქვათ, მაგრამ ვარს ვერ ამბობს ავტორობაზე, იმიტომ რომ არის სახელმწიფო მდივანი და უსაფრთხოების საბჭოს მთავარი მრჩეველი და ამიტომ ვარს ვერ ამბობს, მაგრამ პრობლემა რაშია, რომ ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ეს მუშავდებოდა ეს დოკუმენტი, მარკო რუბიო იღებდა მონაწილეობა საგარეო საქმეთა მინისტრების დიდი შვიდეულის შეხვედრაში, სადაც პირველი და უმთავრესი ნაწილი ამ დოკუმენტის, რომელიც შეთანხმდა საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ, არის მიძღვნილი უკრაინისადმი. და იქ წერია პირდაპირ, რომ უნდა ყველა მცეს პატივი უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ძალით საზღვრები ევროპაში და საერთოდ არ უნდა იყოს გადახედილი. სხვათა შორის ამ თანმიმდევრულ პოზიციას ინარჩუნებენ დანარჩენები დიდი შვიდეულის წევრები, რაც გამოჩნდა ახლა იოჰანესბურგში, შესაბამისი განცხადება გააკეთეს და დღეს აი ტელეგრაფში გამოქვეყნებულ 24 პუნქტიან გეგმაში ძალიან კარგად და მწყობრად ჩანს, რა პოზიციები აქვს ევროკავშირს ძალიან მტკიცედ დაკავებული და მთავარი განსხვავებები რა არის, რომ ესე იგი ევროკავშირის გეგმა ეფუძნება პირველდელ ტრამპის იდეას იმის თაობაზე, რომ თავარია რომ გაჩერდეს ცეცხლი
შეწყდეს ცეცხლი, დაფიქსირდეს ვითარება და შემდგომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები. შემდგომ მოლაპარაკებებსაც რაც ეხება, იქ წერია რომ ესე იგი უკრაინის ძალებთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვები შეერაღებული ძალების არანაირი შეზღუდვები არ უნდა დაწესდეს. თუმცა იმ 28 პუნქტიანშიც მაინც ადამიანის პატარა რაოდენობა არ არის ობიექტურად. ობიექტურად 600,000-ია, მაგრამ იქ სხვა არის შეიარაღების რა ტიპი უნდა დარჩეს უკრაინის ძალებს. ამაზეც არ არის შეზღუდვა ამ შემთხვევაში ევროპელების გეგმაში, აქ არანაირი შეზღუდვა არ არის, ეს ერთი. მეორე, უკრაინამ და მისმა პარტნიორებმა უნდა გადაწყვიტონ თუ რამდენი და რა ჯარისკაცი რომელი ქვეყნიდან განლაგდება დარჩეს და არა იმ ხელშეკრულების ნაწილი უნდა იყოს. ბატონო? ანუ სუვერენული უფლებების ნაწილის ჩამონათვალში. ხო, არა, ეს უკრაინის და მათ შორის ნატოსთან მიმართებაში. ნატოსთან საუბრობთ ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე. ეს არის ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე საუბრობთ, რომ გადაწყვეტენ ევროკავშირის ქვეყნები. რადგან დეტალურად ბევრ ამას აქედან ვერ მოვყვები, თუმცა ამ დღეებში დეტალურად ვისაუბრებ, ბატონო ვალერი, რა შანსია იმის, რა რესურსებია, რომ ევროკავშირის ძალისხმევა უკრაინის მედეგობა რო გაუძლოს, ასე ვთქვათ, სხვა შორის ზელენსკისთვის არც თუ ისე სასიამოვნო მონაკვეთში, თავად უკრაინაში გახმაურებული კორუფციის სკანდალის გამო და ეს არ არის შემთხვევითი, რომ ახლა დაიწყო ეს ეწოლა მასზე და რუსეთი ამას მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს, რომ უკრაინამ გაუძლოს ამ მორი შეტევას, ამ თვალსაზრისით ევროკავშირმა თავისი სიტყვა დამაჯერებლად ტრამპთან ურთიერთობაში ისე წარმოადგინოს, რომ რაღაცა დიდი განხეთქილების და დაპირისპირებების წინაპირობები არ შეიქმნას დასავლურ ბანაკში და აი ეს ძალიან ღრმა შიშები, იმედგაცრუება, რომელიც მათ შორის ქართულ საზოგადოებაშიც გაჩნდა, რაც მორალური და ეთიკური თვალსაზრისით ერთმნიშვნელოვნად დასაბუთებულია, იმიტომ რომ იქ საუბარი არის, რომ ასე ვთქვათ, ომის დამნაშავეების მიმართ ამნისტია გამოცხადდეს და ამ სისასტიკის ჩამგდენი ადამიანები თითქოს ვერასოდეს ვერ აღებენ სამართლებრივად პასუხს, ხო? აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ როგორც წესი, ასე დიდი შეთანხმებებს მოსდევს ხოლმე ასეთი, ასე ვთქვათ, უსამართლო გადაწყვეტილებებს მათ შორის, მაგრამ თავარია უკრაინის გაღებული მსხვერპლი დაფასდეს. აი, რა შეიძლება მოხდეს უახლოეს რა შეიძლება პრინციპში ვიდრე ახლა ეს დაიწყებოდა ეს მოლაპარაკებები და რაღაცა, იყო პრინციპში სამი გამოსავალი. ორი რადიკალური და ერთი პალიატიური, დიპლომატიური, რომელიც ხსნიდა გზას მოლაპარაკებებში და ამ გზას დაადგა ზუსტად და სავსებით გამართლებული არჩევანია ზელენსკი და მისი გუნდი. ორი უკიდურესი რა იყო? ან დათანხმდებოდა? დიახ. ან უარყოფდა მთლიანად, ხო? არც ერთი არ არის ახლა ეს მოლაპარაკებები. ამ მოლაპარაკებებში რას უნდა მიაღწიოს უკრაინამ? უკრაინა ამ მოლაპარაკებებიდან უფრო ძლიერი უნდა გამოვიდეს, ვიდრე მანამდე იყო და ეს სიძლიერე უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ მის ირგვლივ და მისი პოზიციის მხარდასაჭერას უნდა მოხდეს მთლიანად ცივილიზებული სამყაროს პოზიციის კონსოლიდირება ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით. ეხლა ეს როგორ უნდა მიაღწიოს ამას უკრაინამ? იმისთანა კომენტარები და წინადადებები უნდა შეიტანოს მოლაპარაკებების დროს, რომელსაც ამერიკელები ვერ უარყოფენ და რუსები არ მიიღებენ. შესაბამისად მოხდება ამ პროცესის კონსოლიდირება უკრაინის პოზიციის ირგვლივ, მეტი დახმარება უკრაინას ამის შემდგომ, იმიტომ რომ რუსეთი არ დაეთანხმება იმ პოზიციებს, რაზეც მივლენ ახლა ამ მოლაპარაკებების შედეგად მათ შორის ჟენევაში. დარწმუნებული ვარ და აქედან გამომდინარე მთელი პასუხისგებლობა, რომელიც ისედაც პირდაპირ თქვათ, ისედაც არის რუსეთის ფედერაციაზე, იმიტომ რომ უკრაინა არის მსხვერპლი და რუსეთი არის აგრესორი, ეს ყველა მიცის, ხო? მაგრამ თუ საჭიროა ამერიკელებისთვის დამატებითი არგუმენტები საიმისოდ, რომ ბოლომდე მივიდნენ ამ აზრამდე, ამას უნდა აკეთებდეს დღეს უკრაინა თავის ევროპელ და არა მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან, იმიტომ რომ იმ იოჰანესბურგში, იმ კანადამ, ავსტრალიამ და იაპონიაც შეუერთდა. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დიპლომატიური გამოცდილება. აქაც ჩანს რა არის მთავარი, რასაც ახლა უნდა კონცენტრირდეს უკრაინული დიპლომატია. მე ჩვენ არ მიპარება, რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს კიდეც მუშაობა, ასე რომ დღემდელმა დღემ დაგვანახა, რომ ამ გზით აშკარად დღეს გაცლებთ უფრო იმედის მომცემი სურათი შეიქმნა ჩვენი აუდიტორიისთვის, რომელიც უკრაინას გულშემატკივრობს თავისუფალ სამყაროს ღირებულებით ერთიანობას და მათ შორის ჩვენი ქვეყნის მომავალსაც, იმიტომ რომ თუ ეს ყველაფერი დაიმსხვრა, ცხადია, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ჩვენზე პირდაპირ გავლენას მოახდენს, მაგრამ ეს 24 პუნქტიანი გეგმა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, აი ახლა 1 საათის წინ, იმას რომ კარგად და ყურადღებით გაეცნობიან ექსპერტები, დაინახავენ, რომ ამ უკრაინისთვის ამ გეგმამ გაცილებით უფრო გააფართოვა დიპლომატიური მანევრის საშუალება. მე მადლობას გეტყვით, გადაწყვეტებაში მონაწილეობისათვის.